ხათუნა გოგორიშვილი დავით უსუფაშვილის წინააღმდეგ ბოლო 2 დღეა საზოგადოებამ ერთი დიალოგის 2 ვერსია, 2 განსხვავებული ვერსია მოისმინა. გუშინ საღამოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოგორიშვილმა თქვა, რომ მასთან პირად შეხვედრაზე უსუფაშვილი მარნეულის მერობის ნაციონალი კანდიდატის მოხსნას ითხოვდა. Am განცხადებას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა უსუფაშვილი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, მაგრამ ადასტურებს, რომ საარჩევნო თემაზე ის სისტემატურად ხვდება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. პარლამენტის თავმჯდომარის საგანგებო განცხადებაში ვკითხულობთ, საუბარი შეეხებოდა საკითხებს, მათ შორის საარჩევნო თემატიკას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების გამო. უსუფაშვილი არ აკონკრეტებს, რომელ გეოპოლიტიკურ საფრთხეებს გულისხმობს და რა კავშირშია ამ საფრთხეებთან აკმედ იმამკულიევი. ცნობისთვის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში ბოლო დროს ლოკალური კონფლიქტები ფიზიკურ შეხვდა-შემოხვაში გადაიზარდა და დამკვირვებლები ეთნიკური შუღლის გახვივების ცდილობაზე ალაპარაკდნენ. საარჩევნო ხმების ბეღელი მარნეულის შესახებ ვისაუბრებთ, რაიონი, რომელიც ტრადიციულად ხელისუფლებას ირჩევს. მარნეულის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ფართობია 935 კვადრატული კილომეტრი, მასში შედის 1 ქალაქი და 17 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელშიც 83 სოფელია. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი მარნეული, თბილისიდან დაშორებულია 29 კილომეტრით, რაიონის ცენტრიდან ქალაქ რუსთავიდან, რეგიონის ცენტრიდან, ეს არის ქალაქი რუსთავის დაცილებულია 48 კილომეტრით, აზერბაიჯანის სამხრეთიდან 30-ით, სომხეთის რესპუბლიკის სამხრეთიდან ასევე 30 კილომეტრი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა არის 137.314 ადამიანი, ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ქართველები, სომხები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. სარწმუნოების მიხედვით მარნეულის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაჰმადიანია, შემდეგ მოდის მართლმადიდებელი ქრისტიანები, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა ძირითადად არის სომხურ გრიგორიანული. მარნეულში ბოლო 2 არჩევნების შედეგები ასეთი იყო, ამას ქვია რაიონი, როგორც უწოდეთ, რომელიც ტრადიციულად ირჩევს ხელისუფლებას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმების 78.91%, ოცნებამ 17%-ზე ოდნავ მეტი, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე მარგველაშვილი ლიდერობს 64%-ამდე ხმას, ბაქრაძეს 25% და 92 მიასერი და ბუჯანაძეს 8%-ამდე. ყოფილი და მომავალი მმართველები. მარნეულის მმართველები და მმართველობის კანდიდატები. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არის ისპანდიარ ქერიმოვი. პარტიული პრეფერენციების გარეშეა ის, როგორც ამბობენ, ლოიალური მოხელეა, მოკლედ, ანუ რომელი პარტიაც არის მმართველი პარტიის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ ზოგადად არის ლოიალური. გამგებლის მოვალეობას ასრულებს ყოფილი გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის მოადგილე. თოფჩიშვილი 2013 წლიდან იყო მარნეულის გამგებელი, ის არის ოცნების კანდიდატი ახლა მარნეულში გამგებლის პოსტზე და ამიტომ გადაადგარია სოფო და მისი მოადგილე ასრულებს გამგებლის მოვალეობას. საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი არის აზერ სულეიმანოვი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. გუშინ სულეიმანოვი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ერთად მარნეულის საოლქო კომისიაში ატეხილ აურზაურში მონაწილეობდა. ბოლო ინციდენტი, ეს იყო სწორედ გუშინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი იმამკულიევი. კომისია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167 მუხლს დაეყრდნო. ამ მუხლის მიხედვით კანდიდატი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში. საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება შესაძლებელია კანონის დადგენილი წესით გასაჩივრებულიყო ცესკოში, რომლის გადაწყვეტილებაც ასევე ექვემდებარება სასამართლოს 2 ინსტანციაში გასაჩივრებას. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით მარნეულში მათი კანდიდატის არჩევნებიდან ჩამოშორება ხელისუფლებას სურდა, რადგან აკმამედ იმამკულიევს გამგებლის არჩევნების მოგების კარგი შანსი ჰქონდა და მის წინააღმდეგ საბაბად 2 წლიანი საცხოვრებელი ცენზი გამოიყენეს.
ორ წელზე ორი უარი იქნა უკვე ნათქვამი კანდიდატების საცხოვრებელ ცენზთან დაკავშირებით სამ დავას ჰქონდა აქამდე ადგილი ორ შემთხვევაში რომელიც ქართული ოცნების ფოთისა და რუსთავის მერობის კანდიდატებს უკავშირდებოდა ფოთის კანდიდატია ირაკლი კაკულია ხოლო რუსთავის დათო ჯიქია მათი რეგისტრაცია ძალაში დარჩა ხოლო გორში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მერის არჩევნებიდან მოიხსნა ამ საარჩევნო ინციდენტზე ჩვენ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში და ჩვენი სტუმარი იქნება რეგისტრაციიდან მოხსნილი კანდიდატი და არნოლდ სტეფანიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ახლა კი სოლიდარობის ფონდის შესახებ მთავრობა სამოქალაქო სოლიდარობის ფონდს ქმნის პროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ და პრემიერის ადმინისტრაციამ ერთობლივად მოამზადეს სამუშაო ჯგუფს 45 დღის ვადა აქვს სამოქმედო გეგმის შესაქმნელად ჯგუფს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს მარიამ ჯაში არის ჩვენი სტუმარი სტუდიაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რომელიც ხელმძღვანელი იქნება იმ სამუშაო ჯგუფის რომელიც შეიქმნა საღამოშიდობისა საღამოშიდობისა მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი დღეს სხვათა შორის ძირითადად სოციალურ ქსელში მიუხედავად ამ ფონდის ძალიან კეთილშობილური მიზნებისა მაინც წინასაარჩევნო სოლიდარობაო ასეთი ფრაზა შემხვდა ანუ მაინც მიუხედავად იმისა რომ 45 დღეში უნდა იყოს გეგმამზად ცოტა არჩევნებსაც ხომ არ უკავშირდება რომ ასე მაინც 45 დღით ადრე და არჩევნებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე ითქვა ამის შესახებ მოგესალმებით დიდი მადლობა პირველად შეერთება თქვენი სტუდიის შემთხვევაში სოლიდარობის ფონდის დეტალები ბუნებრივია რომ სკეპტიციზმი და წინასწარ ეს თქო დაუსაბუთებელი კრიტიკა ნებისმიერ ინიციატივას შეიძლება ახლდეს მაგრამ საბოლოო მიზანი რომელიც ამ ფონდს აქვს ეს არის სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებული მექანიზმი ინოვაციური დაფინანსების მექანიზმი რომელიც რეალურად მისცემს საშუალებას საქართველოს საზოგადოებას ერთობლივად რომ გადავჭრათ უმნიშვნელოვანესი სოციალური და ჯანდაცვითი პრობლემები რომელიც ჯერ კიდევ ღია რჩება რაც შეეხება საარჩევნო თქვათ წინა განცხადებას მოგახსენებთ მოგახსენებთ რომ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო კონკრეტულად შემიძლია დაგისახელოთ 4 ფებრუარი კიბოს საერთაშორისო დღე როდესაც ასევე მაესტრო სტუდიაში გაჟღერდა თხოვნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ რომ სახელმწიფოს ეზრუნა სოლიდარობის ინსტრუმენტის ჩამოყალიბებაზე ისევე როგორც არის წამყვან ქვეყნებში გერმანიის, საფრანგეთის და თქვათ სხვა შემთხვევებში. ჯანდაცვის მინისტრმა რატომ დავითმა არაერთხელ გააჟღერა აღნიშნული ინიციატივის შესახებ რომ მიმდინარეობდა მუშაობა ეს ჯერ კიდევ 2013 წლის შემოდგომაზეც გაჟღერდა და მოსამზადებელ პერიოდში მოხდა ანუ სამუშაო აი ესე მოუწია ახლა პირიქით 45 დღე იყო აღებული იმისთვის რომ როგორც კი ჩაივლის ეს თქვა საარჩევნო ციებ-ცხელება რეალურად ფონდის ამოქმედებას მიეცეს საშუალება მინისტრმა ასეთი რამ თქვა რომ მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ვუმკურნალებთ ანუ ეს ფონდი და მისი ფინანსები მოხმარდება რეიკემიით დაავადებულ ბავშვებს თუ დაავადებათ ასე ვთქვათ ჩამონათვალი უფრო ფართოა და თუ კი ეს არის მხოლოდ ბავშვების მაშინ რომელ წლამდე დაფინანსების გზებზე და მე ვილაპარაკე ზოგადად სოლიდარობის ფონდის მიზანია რომ როგორც ბავშვთა ასევე მოზრდილ მოსახლეობაში გადაჭრას ძვირად ღირებული მკურნალობის პრობლემა პირველ რიგში ჟღერდება ბავშვთა პრობლემა რადგან ბავშვთა თქვათ იგივე ონკოლოგია არა მხოლოდ ონკოჰემატოლოგია ანუ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები, არამედ ასევე სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების საკითხები სამწუხაროდ რჩება ბოლომდე, ესე ვთქვათ, დაუფარავი. და გარდა ამისა, განსაკუთრებით საყურადღებო 21 წლამდე ასაკის ონკოლოგიური პაციენტები, რადგან ონკოლოგიურ დაავადებებში 21 წლამდე, ვთქვათ, პიკური მიმდინარეობა ახასიათებს დაავადებას. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ პროგნოზულად სისტემურად რა რესურსების მობილიზაციას შეძლებს ფონდი. რაც უფრო მეტი ფინანსური რესურსის საშუალება ექნება ფონდს, მით უფრო გაფართოვდება როგორც დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც შეგვიძლია, თქვათ, დავაფინანსოთ როგორც ადგილობრივად, ასევე საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაში, ასევე თემები, როგორც ჯანდაცვითი, ასევე სოციალური თემები. ყველაზე მწვავე თემები, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას და რომელსაც მიუხედავად იმისა, აი რას გულისხმობს თემების დაფინანსებაში მაინც შენ განმარტო. მაგალითისთვის, ონკოლოგია ყველაზე ნათელი
ნათელი მაგალითია და თქვენი სახელით მინდა მოუხადო მადლობა თქვენს კოლეგებს არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, რომელიც შარშან ლიტო ცინცაძის ფონდის სახელით დაიწყო და ნამდვილად დიდი როლი შეასრულა ამ თემატიკის წამოწევაში ზოგადად პოლიტიკურ დონეზე. ონკოლოგია ყველაზე ნათელი მაგალითია, მაგრამ ალბათ ინტერნეტ სივრცეში ასევე მედიით არაერთხელ გსმენიათ ინდივიდუალური დახმარების თხოვნები, რომელიც თქვა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას ეხება, ეს არის თქვა ქრონიკულ დაავადებათა მართვის საკითხები. პალიატიური მზრუნველობა ასევე არის ძალიან სერიოზული, როგორც მორალური, ასევე ფინანსური თვერთი ოჯახებისთვის. ხალბატონ მარიამ, ეხლა თქვენ გისმენენ მშობლები, თავად ბავშვები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ. რას ეტყვით მათ? ანუ როდიდან გექნებათ უკვე საშუალება, რომ მათ გაუწიოთ დახმარება და ეს რაღაც მთავრობის ეგიდით საქველმოქმედო ფონდი იქნება, ასე ქვია. ანუ თანხებს საიდან მოიძიებთ? ბიუჯეტიდან თუ ეს თქვა საჯარო მოხელეები შეკრიბავენ რაღაც თუ არ ვიცი, თუ იგივე პრინციპი ექნება, როგორც მაგალითად მე ვარ წევრი იმ ფონდისა, რომელიც თქვენ ახსენეთ. ანუ რა პრინციპით შეაგროვებთ თანხებს და რამდენად უზრუნველყოფთ, რომ ყველას დაეხმაროთ? იმიტომ რომ ამ ბევრ ადამიანისთვის ეს არის საერთოდ ნებისმიერი ფინანსური რესურსი და საჭიროება გარკვეულწილად ყოველთვის გვაქვს რესურსების თქვა შეზღუდულობის და ლიმიტაციის საკითხთან თქვა შეხება. რაც შეეხება ფონდის დაფინანსების წყაროს, სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფო რესურსების ფარგლებში ვერ ხერხდება ძვირადღირებული ინდივიდუალური დახმარების დაფინანსება, რომელიც არა მარტო რა თქმა უნდა, თუნდაც ყველაზე წამყვანდა, თქვათ, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ძირითადად ფილანთროპიის პრინციპებით ფინანსდება იგივე ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში, პალიატიური თუ სხვა მიმდინარე. კონკრეტულად ძირითადი დაფინანსების წყარო იქნება არასაბიუჯეტო, ალტერნატიული, სწორედ სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებული მიკროდონაციები და მიკროფილანთროპია. ეს იქნება როგორც ფორმალურ სექტორში დასაქმებული, პირველ რიგში ჩვენ საჯარო მოხელეებიდან დავიწყებთ, ანუ თქვათ ნების გამოხატვას, ვის ექნება სურვილი, თქვათ საკუთარი სახელფასო ფონდებიდან ყოველთვიურად სისტემურად, თუნდაც ერთი ლარის თქვათ გაზრდა იქნება სავალდებულო. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითი, და სოლიდარობის პრინციპი თავისთავად არის მხოლოდ ნებაყოფლობით პრინციპზე დაფუძნებული. გარდა ამისა, საერთაშორისო გამოცდილებების გათვალისწინებით საბანკო გადარიცხვებიდან და საბანკო პროდუქტებზე შეიძლება სხვადასხვა პროდუქტზე ასევე მიკროკონტრიბუციების, ესე თქვათ, დაკავშირება. ავიაბილეთებიდან ეს UNITAID-ის ინიციატივა, რომელიც 2006 წლიდან 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, ავიაბილეთებიდან $2 ან €2 ეკვივალენტი იწება. გასაგებია, აი პირველი მაინც თუ გაქვთ გათვლილი, ასე ვთქვათ, თავდაპირველად რა თანხასთან შეიძლება, ანუ რა თანხა შეიძლება, რა თანხის აკუმულირება შეიძლება მოახდინოთ პირველ ეტაპზე და დიანამ მკითხათ, როდიდან ამოქმედდება ფონდი. აი ადამიანები რო გისმენენ, როდის მოგაკითხავთ თქვენ? 45 დღეში, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ უნდა წარვადგინოთ საორგანიზაციო ჯგუფმა სამოქმედო გეგმა და დეტალური გათვლა, პროგნოზირება რა რესურსების მობილიზაციის შეიძლება ექნება. თეორიულად ჩვენ არაერთი კონსულტაცია გვაქვს გავლილი, როგორც კერძო სექტორთან, ასევე თქვა საჯარო უწყებებთან და ფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე დაახლოებით 600-დან 800.000-მდე თვიურად შესაძლებელი იქნება, რომ იყოს მობილიზებული. რას ნიშნავს ეს, თქვა, რამდენად შევძლებთ აღნიშნული თანხებით, თქვა, კონკრეტული პაციენტების დახმარებას. ჩვენი წინასწარი გათვლებით 21 წლამდე პაციენტებისთვის ეს საუბარი არის იმ საჭიროებებზე, რომელიც არ იფარება, თქვათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ან სახელმწიფო პროგრამებით, ან რეფერალური დაფინანსება, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობისთვის მხოლოდ 10,000 ევროს ლიმიტის გაღების, თქვათ, საშუალებას იძლევა. 600.000 ლარის შეგროვების შემთხვევაში 21 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ჩვენ პრაქტიკულად დავფარავთ ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებულ დიაგნოსტიკის და სამკურნალო დამატებით ღირებულებებს. რიცხობრიობა, თქვათ, არ არის დიდი აღნიშნული პაციენტების, მაგრამ სწორედ სოლიდარობის და ერთიანობის პრინციპით შევძლებთ. როდის იწყებთ დაახლოებით? ჩვენ აგვისტოდან ალბათ შევძლებთ უკვე კონკრეტულად. და სხვა საქველმოქმედო ფონდების არსებობას, აი ამ ტიპის აზრი თუ ეკარგება. პირიქით ჩვენ აუცილებლად გვექნება თანამშრომლობა, უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები, არაერთი შეხვედრა გვქონდა სამუშაო გამართული ასევე დიტო ცინცაძის ფონდთან. გვექნება თანამშრომლობა
მადლობა დიდი სურვილი გვაქვს იავნანას ფონდთან, რადგან ეს არის სწორედ კარგი მაგალითები გასაგებია. ანუ თქვენ მაინც ჯერ მუშაობის პროცესში ხართ და ვარაუდის დონეზე ვთქვათ იცით რას თეორიული გასაგებია მართლა შემდეგ უნდა დაითვალოთ კარგად თორსა მოხდება ამის შეკროება ესე განმეორებელია ის თეორიული გათვლებით არის ეს თანხა რომელიც ეს არის მინიმალური თანხა რომელსაც ვფიქრობთ მაგრამ სწორედ იმიტომ რომ კონკრეტულად გქონდეს პროგნოზირება გვჭირდება უკვე მემორანდუმების და კიდევ ერთხელ ალბათ გახსებით როდესაც უფრო აქტიურად დაალაგდებით და უფრო კონკრეტული გეგმები იქნება აგვისტომდე სხვა გადაცემების ან ჩვენი სტუმარი და მაყურებელი უფრო მეც შეიტყობს დიდი მადლობა მარიამ ჯაში იყო ჩვენი სტუმარი რეკლამის შემდეგ ისევ მარნეულზე ვისაუბრებთ და ყველაფერს